სალომე ზურაბიშვილმა გუშინ მიულოცა საქართველოს მოსახლეობას, რომ აი 700 დღეა ქუჩა უწყვეტი პროტესტი არისო. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს მისალოცია თუ რეალურად სხვა რაღაცები უნდა ეთქვა ყოფილ პრეზიდენტს რუსთაველის გამზირზე? ჩემო ვახო, სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა ქართველ ხალხს უტეხი ნების გამოხატვა, აი სოფლიოს პრეცედენტი არ არსებობს, რომ ერი ესოდენ დიდი ხნის მანძილზე ესოდენ გაუტეხელად იბრძოდეს ქუჩაში ტირანიის წინააღმდეგ. აი მართლა რა ეხლა უპრეცედენტო ფაქტია. აბა ნაციონალურ მოძრაობას რა უნდა რატომ ერჩია და ხალხის ნაციონალურ მოძრაობას ალბათ ჩვენს, ალბათ ნებისმიერ სხვა მოქალაქეს თავისი შეხედულება აქვს. ზოგისთვის ნაკლებად მკაცრი იყო სალომეს განცხადებები, ზოგისთვის ძალიან რბილი იყო. ესეც პოლიტიკური პროცესია, მაგრამ პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვახო არის სიცხადე, სიმართლეში სიცხადე, გამიგეთ? რა სიცხადე შეიტანა ქალბატონმა ზურაბიშვილმა? ვამბობ არასაკმარისი სიცხადე, აი თუნდაც მეც ვიტყვი, რომ აი როდესაც ლიდერი მოუწოდებს ერთობისაკენ, ხო? ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორი და ლიდერია, ანუ ზურაბიშვილი ლიდერია. ბუნებრივია ეხლა რომ ლიდერია ლიდერთა შორის, ხო? ეხლა ის ხო არ არის მაუძედუნი ხო არ არის რომ მისი თეზისები კედელზე ჩამოუკიდოთ, არა? ერთ-ერთი ლიდერია. ანუ თქვენი ყველას ლიდერია. ლიდერებს შორის. ჩვენი ყველას ლიდერი ვახო როგორ არის, კაცო? ლიდერთა შორისო და ლიდერთა შორისო და როგორ გავიგოთ აბა, ხო? ხო, აი როგორი ლიდერიც არის, თქვათ, ნიკა მელია, გვარამია, მიხეილ სააკაშვილი, ხაზარაძე და აი ერთ კონტექსტში, ანუ ერთ კონტექსტში ერთ-ერთი ლიდერი